ეროვნულ არქივში საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელა უკვე მე-15-ჯერ გაიმართება. თუ როგორია ფესტივალის პროგრამა და რა სიახლეებია წელს დაგეგმილი, უფრო მეც ნინო გელაშვილის ჩართვიდან შევიტყობთ. დილამშვიდობის ნინი. დილამშვიდობისა, ჩვენ ახლა საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრიდან გერთვებით, სადაც საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალისთვის მზადება მიმდინარეობს. ოქროს პეპელა 2025 ასე ეწოდება ფესტივალს, რომელშიც სხვადასხვა ქვეყნის ახალგაზრდა რეჟისორები მონაწილეობენ. თუ როგორია სამზადისი ფესტივალისთვის, ზოგადად როდის დაარსდა და რა არის მისი მიზანი, ამის შესახებ თავად ამ პროექტის დამფუძნებელი ირაკლი ჯაოშვილი მოგვიყვება, უფრო მეც, რომელიც ახლა ჩემთან ერთად არის. მოგესალმებით ბატონო ირაკლი. გილოცავთ პირველ რიგში ოქროს პეპელა 2025-ის დაწყებას და მოგვიყევით, როგორი არის სამზადისი ფესტივალისთვის. პირველ რიგში გეტყვით, რომ 15 წელი გავიდა ფესტივალის დაარსებიდან. წელს, მოგრძალებული, მაგრამ მნიშვნელოვანი წელია ჩვენი ფესტივალისთვის. ამასთან დაკავშირებით ვიზრუნეთ და გავაკეთეთ ესეთი ლამაზი ნაკეთობა, მედალიონი საიუბილეო. ასე ვთქვა და გვინდა რომ ეს მედალიონი გადავცეთ იმ ადამიანებს, ვისაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ჩვენი ფესტივალის განვითარებაში ზოგადად და იმ წარმატებაში, რომელიც მან მოიპოვა ამ წლების მანძილზე. ისტორია დაიწყო ერთი ჩვეულებრივი პატარა ღონისძიებით, რომელიც სკოლაში ჩატარდა. სკოლის ფესტივალი დავარქვით ამ ღონისძიებას და შემდეგ ეს ყველაფერი გადაიზარდა უკვე რესპუბლიკის, ანუ საქართველოს მასშტაბით გაკეთდა და შემდეგ უკვე გაჩნდა მოთხოვნილება, რომ უცხოელი ბავშვებიც ჩართულიყვნენ ამ პროექტში და წელს უკვე 15 ქვეყნის მონაწილე ყავს, სხვადასხვა ევროპიდან, აზიიდან, ამერიკიდან და ასე შემდეგ და საქართველოს რეგიონებიც გამოირჩევიან აქტიურობით. წელს 6 რეგიონი მიიღებს მონაწილეობას, ქალაქები ბათუმი, ხარაგაული, ფოთი, ქუთაისი და რა თქმა უნდა თბილისის ძალიან ბევრი სკოლა და ნიჭიერი ახალგაზრდა კინომოყვარული, რომლებიც არა მარტო წარმოაჩენენ თავიანთ ნამუშევრებს, არამედ აქვე მიიღებენ კიდევ ძალიან დიდ გამოცდილებას. გამოცდილებას შეიძენენ იმ ადამიანებთან ურთიერთობით, რომლებიც არიან პროფესიონალები, კინოხელოვანები, ფოტოხელოვანები, კინოდოკუმენტალისტები, მულტიპლიკატორები და ასე შემდეგ და ეს მათ ძალიან წაადგებათ, რომ აი მომავალ წელს უკვე როცა მოვლენ ჩვენთან და მოიტანენ ნამუშევრებს, აშკარად დაეტყობათ, რომ უფრო მაღალი დონის ნამუშევრები ექნებათ გაკეთებული. ძალიან მიხარია, რომ წელს ესეთი საზეიმო, განსაკუთრებული წელი გვაქვს და ვფიქრობ, რომ პრიზის გარეშე წელს არავინ არ უნდა დარჩეს და საერთოდ ჩვენი მიზანია, რომ ბავშვებმა აისრულონ ოცნებები, როგორც ჰოლივუდში არის ესეთი მოარული ფრაზა მიღებული, ჰოლივუდს ხო ეძახიან ოცნებების ფაბრიკას და ასევე ჩვენ პატარა ჰოლივუდი ვართ, ასე ვთქვათ და ჩვენი სლოგანიც ესეთია, აიხდინე ოცნება, დაიჭირე პეპელა. საინტერესოა დაინტერესება და ჩართულობა როგორია ახალგაზრდების მხრიდან და რამდენად ხარისხიანი ფილმები შემოდის ხოლმე კონკურსში, აი თქვენ როგორ შეაფასებდით? იცით როგორ არის, უამრავი ფილმი შემოდის. დაახლოებით ახლა წელს 150-მდე ფილმი იყო შემოსული, მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაცნაირად სელექცია მაინც გავაკეთოთ, რომ იყოს გამორჩეული ფილმები, რომლებიც საკონკურსო პროგრამაში მიიღებენ მონაწილეობას, რომ სხვა ბავშვებმა დაინახონ, აი რა შეიძლება უფრო უკეთესად გააკეთონ. აი როგორი არის ხარისხიანი ფილმი, შინაარსობრივად როგორ არის გაკეთებული, ვიზუალურად როგორ არის მოტანილი. საერთოდ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ფესტივალი უფრო მეტად არის საგანმანათლებლო ფესტივალი. ჩვენი ჟიურის წევრები არ ეძებენ ძალიან დიდ ხარვეზებს და კრიტიკულად არ უყურებენ ნამუშევრებს. უფრო მეტად დადებითს და პოზიტივს ეძებენ ბავშვების ნამუშევრებში. და უფრო მეტად გვაინტერესებს არა ის ვიზუალურად, მაგალითად, რა ეფექტებით არის გაკეთებული, ან როგორი არის კადრზე გადასვლა, ან სხვა კიდე ნიუანსი კინოხელოვნებასთან დაკავშირებით, არამედ რა ჩაიფიქრა ბავშვმა და როგორი ფორმით მოიტანა ის ჩვენამდე. და აი ეს აზრობრივად, ასე ვთქვათ, როგორ არის წარმოჩენილი ის ჩანაფიქრი, ეს უფრო მნიშვნელოვანია და ამიტომ ყურადღება უფრო მეტად აი ამაზეა გადატანილი. მე ჩვენთან კიდე არის შეზღუდვა ერთგვარი 7 წუთამდე ფილმები არის წარმოდგენილი. რატომ? რომ მოკლე დროში, რაც შეიძლება მეტი იყოს, ასე ვთქვათ, ბავშვის ხედვა წარმოჩენილი, კინო აზროვნება. და ეს კიდე უფრო დასაფასებელია თუ ბავშვი
მოიფიქრებს ისეთ ამბავს, რომელიც მოკლე დროში იქნება კარგად წარმოჩენილი და ჟიურიც ამას შესაბამისად შეაფასებს. ესე კი თქვენ როგორც აღნიშნეთ, ფესტივალის მთავარი მიზანი არის, რომ ახალგაზრდები კინოსამყაროს ეზიარონ ადრეულ ასაკში და მიიღონ, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი გამოცდილება. რა თქმა უნდა. თან ეს უნდა იყოს ზეიმის ფორმით. აუცილებელია, რომ ეს ისე ლამაზად იყოს შეფუთული, რომ ბავშვის მეხსიერებაში დიდხანს დარჩეს ეს ემოცია, რასაც მიიღებს ჩვენ ფესტივალზე. ბოლოს მინდა გკითხოთ მონაწილეების შესახებ. თქვენ როგორც აღნიშნეთ, საქართველოს 6 რეგიონიდან მიიღებენ მონაწილეობას, ხომ, კონკურსში და საზღვარგარეთის ქვეყნებიდან თუ ყავთ წელს მონაწილეები. დიახ, მე ვთქვი, რომ ევროპის რამდენიმე ქვეყანა არის, აზიის და ამერიკიდანაც გამოგვიგზავნეს ბავშვებმა თავიანთი ნამუშევრები და აი ქართველი ახალგაზრდები ნახავენ აი მათი თანატოლების, უცხოელი თანატოლების ნამუშევრებს და აი შეიგრძნობენ მე თქვა მათი თემები რა არის, რა უფრო აინტერესებთ მათ, როგორ აკეთებენ ამ თემებს, როგორ მუშაობენ, ზოგიერთი ჯგუფური ნამუშევარია, ზოგი ინდივიდუალური ნამუშევარია, ზოგი კარგი კამერით არის გადაღებული, ზოგი გადაღებული არის მობილური ტელეფონით, ზოგი სხვადასხვა ტიპის გაჯეტებით. არ აქვს ჩვენთან მნიშვნელობა განსაკუთრებული თუ რითი არის ეს გადაღებული. უბრალოდ გვინდა რომ აზრობრივად იყოს საინტერესო ეს ყველაფერი და რას ფიქრობს ბავშვი ეს იყოს კარგად წარმოჩენილი. ბოლოს მინდა გკითხოთ, რამდენ ნომინაციაში გამოვლინდებიან გამარჯვებულები? ძირითადად ნომინაციები გვაქვს 10 ნომინაცია. დაახლოებით ეს ისეთივე ნომინაციებია, რომლებიც დიდ ფესტივალებშია. მაგალითად, საუკეთესო იდეა, სცენარი, რეჟისორი, ოპერატორი, მონტაჟი, საუკეთესო მსახიობი, გოგონა, ბიჭი და ასე შემდეგ. მაგრამ ყველაზე მთავარი რაც არის წლის საუკეთესო ფილმი გამოვლინდება და ეს იქნება გრან პრის მფლობელი, ოქროს პეპელას მფლობელი 2025 წლის გამარჯვებული ფილმი. ყავს ჩვენი ასე ვთქვათ ხარდამჭერები, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო თბილისის მერიის კულტურის სამსახურს, რომელიც მთელი ეს 15 წლის მანძილზე ჩვენს გვერდით დგას, ასევე მინდა კინოცენტრს დიდი მადლობა გადავუხადო და ევროპულ სკოლას, რომელიც სადაც დაიბადა ეს ფესტივალი და განვითარდა და გაშალა ფრთები. და ეხლა პეპელა უკვე ძალიან სიცოცხლის უნარიანი აღმოჩნდა, უკვე 15 წელია ვარსებობ და კიდე ალბათ მრავალი წელი გასტანს ჩვენი და ბავშვების ურთიერთობა კინოსამყაროში. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ წარმატებას გისურვებთ. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ჩვენ ახლა ვიმყოფებით საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში, სადაც საბავშვო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ოქროს პეპელა 2025 გაიმართება და პროექტი ჩატარდება 28 ნოემბერს და გაგრძელდება 30 ნოემბრის ჩათვლით.